თითოეული დამატებითი ჯარისკაცის მიერ ნაპირზე დადგმული ფეხი ნიშნავს, რომ მათ მეტი საბრძოლო მასალა, საწვავი და საკვები სჭირდებათ, რაც სწრაფად ამცირებს მათი შენარჩუნების შესაძლებლობებს. საფასუხოდ ტაივანის მე-6 კორპუსი ბრძანებს ინტენსიური დარტყმების განხორციელებას ტაიპეის პორტსა და ტაოიუნას სასაფრენ-დასაფრენ ბილიკებზე. ასაფრენ ბილიკებისა და ნავსადგურის ინფრასტრუქტურის დაზიანება ანელებს ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის გამაგრებისა და ლოჯისტიკურ ნაკადს, რაც დროს აძლევს ტაივანის ჯარს შეასუსტოს ან ჩამოშალოს ჩინეთის გეგმები. ამასობაში ტაიჩუნგის პლაცდარმი იზრდება, რაც ტაიპეის სარდლობას აშფოთებს. თუ ის გაძლებს, ეს კუნძულის ცენტრალური საკომუნიკაციო ღერძს საფრთხეს შეუქმნის. მე-10 არმიის კორპუსს ბრძანება მიეცა, რაც შეიძლება სწრაფად გაანადგუროს ეს პლაცდარმი. პირველი კვირა ნაპირზე სასტიკ დაძაბულ ბრძოლებში ჩაეფლობა. ტაივანის დანაყოფები დაუნდობლად კონშეტევებს ახორციელებენ ყველგან, სადაც ეს შესაძლებლობა ეძლევათ და ცდილობენ დამპყრობლების ზღვაში უგდებას. მოკავშირეთა დაუნდობელი დარტყმები მიმართულია შემოჭრის ფლოტზე, რათა პეკინის ლოჯისტიკა ჩამოშალონ. მომარაგების გარეშე პლაცდარმის შენარჩუნება შეუძლებელია.